პოლიტიკურ მოვლენებს ვაჯამებ პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილია აქტუალური თემის სტუმარი. ბატონო შალვა, საღამო მშვიდობისა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო შალვა, უნდა დავიწყოთ თქვენი პოსტით ამონარიდით ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს, წერთ თქვენ სოციალურ ქსელში. როგორ ფიქრობთ, რატომ აი ამ ფორმით და რატომ ახლა? ზოგადად საინტერესო არის თუ მივადევნებთ ქრონოლოგიას, ასე ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე. ეს ქრონოლოგია არ იწყება დღეს, ეს ქრონოლოგია დაიწყო შარშან, როდესაც ჩვენ ვნახეთ გარეჩარევა საქართველოს არჩევნებში და ვნახეთ მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან პირდაპირი უხეში ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ეს არის ფაქტი, რომელიც ინტერნეტშია, შეგვიძლია მისი განცხადებები ვნახოთ, ის პირდაპირ ჩაერია არჩევნებში ქართული ოცნების წინააღმდეგ. და ის და ისინი, რომლებიც ის ჩაერიეს ამ არჩევნებში დამარცხდნენ და გავხედავთ მას შემდეგ ჩვენ ხედავთ გარკვეულწილად ვენდეტას ქართული ხალხის წინააღმდეგ. სხვა შორის ამაზე პირდაპირ და მიამიტურად გულწრფელად თქვა რასა იუკნევიჩიანი, რომელსაც თქვა, რომ ევროკავშირთან არსებული პრობლემები ეს არის ქართული ოცნების ამომრჩევლის ბრალი. მან კოლექტიური ბრალი დააკისრა 1,100,000 ადამიანს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის წმინდა ფაშისტური განცხადება, რომელსაც დღემდე არც ერთი ევროპული სტრუქტურა არ გამიჯნია. ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ მცდელობას, რომ ვინაიდან ვერ შეცვალეს ხელისუფლება შარშან 26 ოქტომბერს ზოგიერთმა ძალებმა მცდელობა, რომ არადემოკრატიული გზით ძალით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და ამის ნაწილი არის სხვადასხვა სახის ასე თქვა დარტყმები, რომელიც საქართველოსზე მოდის და შეგახსენებთ, რომ სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი ქალბატონი კოსი ესწრებოდა, რომელიც შედგენილი იყო ეს დასკვნითი რეზოლუცია რასა იუკნევიჩიანის მიერ და ქალბატონი კომისარის ასე თქვა შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართული ხალხის არჩევანს. აი ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო წერილი ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩვენ ნახეთ, რომ ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, ნახეთ, რომ გადაწყვეტეს ახლა წერილი მოეწერათ, ვინაიდან გადაწყვეტილება არ იყო. კიდევ ერთხელ ეს პროცედურა მაინც რომ ავხსნათ. საქართველოს მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღო ვიზის გარეშე მიმოსვლის მოქალაქეებმა მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით 61 ქვეყანასთან აქვს ვიზო მიმოსვლა, გარკვეულ ანგარიშს აქვეყნებს, რომ აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელას ვთქვათ მიგრაციას და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ასე შემდეგ. საქართველოს წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. რა ხდება ისე საქართველოში ამ მხრივ თუ შევხედავთ. სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ უკანონო მიგრანტები საქართველოსთან მათი გაძევება უფრო გამარტივდა. ეს ევროკავშირის მოლოდინა მოთხოვნაც იყო და ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები, ანტიკორუფციული მიმართულება იქნება თუ სადაც ჩვენ საშინაო დავალებებს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ. ეს პროცესი ასეც მიდიოდა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები, უпростоეთ აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას ინსტრუმენტად საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისა, რომლის მიზანით საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად უკონტექსტოდ უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა, ვიღაცას შეიძლება კიდე ბევრი რამე სხვა არ მოეწონოს, მაგრამ ამისი მიბმა უვიზო მიმოსვლასთან ეს არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს კიდევ ერთხელ ევროკავშირის უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან.
რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული ვიდრე საქართველოში არის. ასე რომ ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის და რო შევხედოთ ქრონოლოგიურად, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, სხვათა შორის. გამოვიდა ზეპირად ითქვა, კი ბატონო, გამოვიდა ელჩი, თქვა რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ 1 სექტემბრიდანო შეიძლება ეს უვიზო მიმოსვლა შეწყდეს. რაც არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არანაირი 31-ის 12 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად, ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე, ეს თემა შემოაგდეს, ასე ვთქვათ, თვითონ ეს საკითხი, რომლითაც ფაქტობრივად მისცეს საკვები ოპოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დარჩენილი ყოველგვარი იდეის გარეშე, რომ აჰა, ადექით ეხლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენარად იქნება აღელვოთ საზოგადოება. ბატონო შავა, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი ზოგადად საზოგადოებისთვის. აი როდესაც იგივე ნაკისრ ვალდებულებებზე არის საუბარი, რაც ვიზა ლიბერალიზაციით ევროინტეგრაციის პროცესში გვაქვს, როგორც წესი, ძალიან კარგად იცის საზოგადოების და ჩვენი მაყურებლის ნაწილმაც, რომ ფასდება როგორც წესი დეკემბერში. თუმცა, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რატომ არის ერთგვარად, როგორ ფიქრობთ, საარჩევნო კალენდარზე აწყობილი? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ჩართვა საარჩევნო პროცესებში და როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და მისი ცნობილი ლოზუნგით წინ საქართველოს წინ ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას და ეს არის კიდევ ერთხელ რაც თავი შედიან იგივე მდინარეში, რომელიც ჩარჩენ შევიდნენ. ეს ხო უკვე სცადეს, რომ ქართველი აღმომჩეველი დააყენეს ცრუ დილემის წინაშე, გამოიგონეს ყალბი დილემა, თითქოს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის, ყალბი დილემა და ამ ყალბ დილემაზე პასუხი გასცა ქართულმა ხალხმა. ახლაც არის მცდელობა, რომ ასეთი ცრუ დილემა დააყენონ მოსახლეობის წინაშე, თითქოს საკითხი უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ან არ გაუქმებას ეხება. სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმისთვის, რომ რაღაცნაირად ემოციებზე ითამაშო, რაც არის ყველაზე არაევროპული ქცევა, რომელსაც გეოგრაფიული ევროპიდან ჩვენ დღეს ვხედავთ. და საერთო ჯამში ამ ყველაფერს რაც თავარია მოაყოლეს კვლავ შემდეგ უკვე ნაცადი ღლიცინი ოჯახურ ღირებულებებზე და რაღაცნაირად აგდება საკითხისა და ამისი დაყვანა იმაზე ხა კაცები უნდა დავათხოვოთ თუ რჩეული ქალვაჟები უნდა მივგვაროთ ვინმეს ბრიუსელში და ამ დონის გაღლიცინება ყველა მათი ასე ვთქვათ კონტრაქტორი NGO ამაზე ლაპარაკობს ერთის გარდა ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურად შეუძლია პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩს რომელიც ზატონღაც არსად არ ჩანს ხო მარტივი არის თუ კი ჩვენ ხედავთ ეს დღეები რომ ასე ვთქვათ მოკლედ კალთები დაიხიეს როგორც იტყვიან NGO-მა და პროპაგანდისტულმა მედიამ, რომ ეთქვა არავინ არ ითხოვს თითქოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არავინ არ ითხოვს ამას, არავინ არ ითხოვს იმას, არავინ არ ითხოვს პროპაგანდას. თუ არავინ არ ითხოვს, მაშინ რა პრობლემა არის ამ კანონის, მაშინ აგვიხსნან. მაშინ გამოდის რომ ამ კანონის პრობლემა არის, რომ 17 მაისი არის დასვენების დღე. მაშინ ეს გითხან, რომ ეს რო წერია რომ 17 მაისი დასვენების დღე, ეს არის ვინმეს პრობლემა და გავიგებთ მაშინ და გვეცოდინება. იმიტომ რომ უყურეთ სხვა არაფერი ხო ამ კანონში არ წერია და ამიტომ მე დღეს მათ შორის საჯაროთაც ეს კითხვა იყო მოწოდება მედიისთვის, მაგრამ ეს საჯარო შეკითხვაც იყო, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ემალება ამ კითხვებს. გაგვცეს პასუხი. მაგალითად, ის რომ ამ კანონით აკრძალულია ბაღებში, სკოლებში LGBT პროპაგანდა. ეს პრობლემა არის თუ არა მათთვის. უნდა გავაუქმოთ ეს აკრძალვა? ამას გვეუბნებიან, იმიტომ ხო ამბობენ კანონი გააუქმეთ სრულად. კი არ დააკორექტირეთ, ცოტათი ჩაასწორეთ. მიუღებელია სრულად გააუქმეთ. ანუ ის რომ აკრძალულია ბაღებში და სკოლებში LGBT პროპაგანდა, ეს გავაუქმოთ? ის რომ აკრძალულია, რომ პირადობის მოწმობაში ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწეროს ბიოლოგიური სქესის გარდა სხვა სქესი. ეს აკრძალვა რო არის, ეს მიუღებელია, გავაუქმოთ, უნდა ამას ხო გვეუბნებიან თუ არ გვეუბნებიან ამ გაუქმებით. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან უმარტივესი გზა ნაცვლად აი ამ ღლიცინისა, რომელიც
კვლავ ისე ევროკავშირის საელჩოსგან დაფინანსებულ NGO-ებს აქვს ატეხილი, თავად ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და გვიპასუხოს ამაზე და ბოლოს დაისვენებენ მისი მიმდევრებიც იმით, რომ ეცოდინებათ პასუხი, ითხოვს თუ არა რაღაცის გაუქმებას და ნაცვლად ამ პასუხისა სხვათა შორის მივიღეთ თავდასხმა კიდევ ერთი და თქვენ ის გუშინ საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება იყო კანონთან დაკავშირებით და მე მინდა ხაზი გაუსვა რომ თუ კი რაიმე კანონი არის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში მიღებული ეს კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ არის ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერის მქონე კანონი რომელსაც ხალხმა მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს როგორც თავისი გამოსვლით 17 მაისს მხარი დაუჭირეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე რომელიც რეფერენდუმად გამოაცხადეს რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოში მოქმედმა ყველა ტრადიციულმა რელიგიურმა კონფესიამ და რა თქმა უნდა მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ როგორც იტყვიან ერიც და ბერიც ამ კანონს უჭერს მხარს ყველაზე დემოკრატიული მხარდაჭერის მქონე კანონი არის და მაინც ამ კანონის გაუქმებას ითხოვს ევროკავშირის ელჩი თან ისე რომ განმარტებებს არ აკეთებს საპატრიარქოს გუშინ განცხადება გააკეთა რომელთაც თქვა რომ ის რა თქმა უნდა მხარს უჭერს რა თქმა უნდა ეთანხმება და გაკვირვებული არის რომ ევროკავშირი ითხოვს ამის გაუქმებას ნახეთ თავდასხმები ნაცვლად იმისა რომ ევროკავშირის რაიმე განმარტება გაეკეთებინა ნახეთ რომ ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გამოვარდნენ და პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს და დღეს მაგალითად ნახეთ ერთ-ერთი NGO სოციალური სამართლიანი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება რომელიც პირდაპირ რომ წაგიკითხოთ ერთი ან ორ რამას ამბობს ერთი ამბობს რომ თითქოს ეს საკითხი რომ პატრიარქთან შეთანხმებული იყო და ძალიან კარგად იცოდა თანასწორობის უფლების აღიარებას რომ ითხოვდა ევროკავშირი გავლილი და შეთანხმებული იყო ანუ ის რაც ჩვენ კანონით არის აკრძალული სინამდვილეში ეს შეთანხმებული იყო ბაღებში და სკოლებში პროპაგანდა ერთნაირის ქრისტიანთა ქორწინება სქესის შეცვლის დასაშვება თურმე ეს აი ამ NGO-ს განცხადებით შეთანხმებული ყოფილა პატრიარქთან და მეორე ის საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს ჯერ ხო პრორუსულის კიდე კვლავ კლიშეები შემოაქვს და თან NGO გვეუბნება რომ ის არ წარმოადგენს ეკლესიას ანუ ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული NGO გვეუბნება ჩვენ ქართველ ხალხს რომ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე არ წარმოადგენს ეკლესიას და ქალბატონი თამთა მიქელაძე წარმოადგენს საქართველოს ეკლესიას და ის გველაპარაკება მისი სახელით თუ როგორ უნდა გავიგეთ ისევე როგორც ბექა მინდიაშვილი მეორე პერსონაჟი რომელიც ცნობილია თავისი თავდასხმებით ეკლესიაზე მთელი ასე ვთქვათ აბსურდი სიტუაციისა იმისია რომ მისი NGO არის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ყველაზე არატოლერანტული ადამიანი საქართველოს ეკლესიის მიმართ რომელიც მეუფე შიოს არა მეუფე შიოთი არამედ სახელით მოიხსენიებს და სხვა მეუფეებს სახელებით მოიხსენიებს ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული ორივე NGO ნაცვლად იმისა რომ გამოსულიყო ევროკავშირის ელჩი და ეთქვა ამის სითამამე მაინც ეყოთ ხომ წერილებს რომ წერენ გამოვიდეს და თქვას უნდა გაუქმდეს თუ არა ის აკრძალვები რომელიც ამ კანონში არის და რა არის მისთვის მიუღებელი ამ კანონში ნაცვლად ამისა სცენაზე გამოიყვანეს კონტრაქტორი NGO-ები ევროკავშირის საელჩოში რომელიც პირდაპირ დაესხნენ თავს ეკლესიას ეხლა რა თქმა უნდა ამის შემდეგ კი ნამდვილად ევროკავშირის ელჩს მოუწევს განმარტების გაკეთება ვინაიდან ეს არ არის არც თამთა მიქელაძის თვითშემოქმედება და არც ბექა მინდიაშვილის თვითშემოქმედება ეს არის პირდაპირ სანქცირებული ევროკავშირის საელჩოს და ელჩის მხრიდან ის აფინანსებს ორივე ამ ორგანიზაციას და არაერთხელ გამიფრთხილებია მეყოლა რომ ვინც აფინანსებს ის არის პასუხისმგებელი აი ხლა აიღო სამ სიტყვაზე პასუხისმგებლობა ვინაიდან ეს სიტყვები არის პირადად მისი ასე ვთქვათ ლეგიტიმაციით მიცემული თუ კი არ გაემიჯნება და გამოდის რომ ეს არის პირდაპირ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ევროკავშირის ელჩის მართლებს თუნდაც ამ საკითხებთან მიმართებაში მე მოუწოდე და მიმართავ ეს უპირველეს ყოვლისა მათთვის არის მნიშვნელოვანი აი როგორც იქცეოდნენ და მათ შორის საელჩო და პირადად ელჩი
როგორც იქცეოდა, რომ ერეოდა ქართული ხალხის ნების ფორმირებაში, ამის ბრალია მათივე კვლევით, თავად ევროკავშირის კვლევითვე მათ ჩაატარეს კვლევა საქართველოში და დაადგინეს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა ჩამოსული არის 50%-ს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობაში. ჩვენ ქართულმა ოცნებამ შეძლო ის, რომ მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა და გაამყარა. შეადარეთ რიცხვები ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში და ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის პერიოდში და ის რაც დამართეს დღეს ამ ნდობას, ეს არის პირადად ევროკავშირის, მათ შორის ევროკავშირის საელჩოს და ელჩის და ბევრი ზოგიერთი ელჩის დამსახურება. ასე რომ ან ბატონი ჰერჩინსკი გაემიჯნება ამ განცხადებას თავდასხმად საქართველოს ეკლესიაზე, პრორუსებად მათ მოხსენიებას და აგდებულ საუბარს საქართველოს ეკლესიაზე, ან ეს იქნება განხილული როგორც პირადად პაվել ჰერჩინკის სიტყვები და თავდასხმა ეკლესიაზე ჩემი მხრიდან და ყოველ ჯერზე ამას გავუსვა ხაზს, იმიტომ შეუძლებელია უკვე ამის ასე ყურება, რომ ჩამოდიან აქ ფულის აქეთ მიმოფანტვით, ვიღაცას გონია, რომ შეიძლება ქართული საზოგადოების სულში ხელები აფათუროს, საქართველოს ეკლესიას დამაკნინებელი თავდასხმები მოუწყოს და მე შვიდად გამოვიდეს და გვესაუბროს ღირებულებებზე, რომელსაც აბსოლუტურად ვერ აცნობია. თუკი მათი მიდგომი ძალა აღმარცხნავს და ჩვენ გვახსოვს მათი გადაწყვეტილება თუნდაც იგივე დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, მაშინ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში რა მოლოდინი გაქვთ, რაზე არიან წამსვლელები, ასე ვთქვათ, ევრობიუროკრატები? უპირველეს ყოვლისა, თავად ის ფაქტი, რომ ეს შანტაჟია უკვე აჩვენებს არაკეთილ სინდისიერ მიდგომას საკითხის მიმართ. მე ვთქვი, რომ ის ეგრეთ წოდებული 8 საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია წერილში, ამ 8 საკითხიდან 6 საკითხი ისეთ სამუშაო საკითხები არის, რომელზეც ჩვეულებრივად მუშაობს სახელმწიფო. ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ორი საკითხი, რომელიც ამ კანონებს ეხება, გამჭვირვალების კანონს და ოჯახური ღირებულებებს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას უვიზო მოსვლასთან არ აქვს, მაგრამ ნუ ხედავთ გარკვეულ ასე თვითნებობას, როგორც თვითნებობას ნახეთ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. აი კიდევ ერთხელ ვიტყვი და ნახავთ, რომ კიდევ ერთხელ ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება ამას, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეკომენდაციით ევროკომისიამ დაარღვია საქართველოს და ევროკავშირის შორის 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება. ევროკომისია არის დღეს საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ფაქტი. და მათ შორის ამ წერილითაც დადასტურდა, რომ მათ დაარღვიეს და ამ წერილში აღწერილი არის, იქ რაც ამ წერილში წერია, ზუსტად ის მიუთითებს, რომ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ხა, როდესაც თვითნებობას აქვს ადგილი და სამართლის უზენაესობის უპატივცემულობას, მათ შორის საერთაშორისო სამართლის უზენაესობას, აქ რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება იყოს მოსალოდნელი. პირველი, არ არსებობს არანაირი საფუძველი და მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ კაფიოდ იცოდეს. ჩვენ სამართლებრივ ვართ პირნათელი ჩვენს ვალდებულებებში რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას. ასე რომ ნებისმიერი ასეთი განცხადებები, რასაც ვისვეთ, ეს არის შანტაჟი და ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება არ არის კეთილსინდისიერი. და მეორე, ჩვენ ვხედავთ მათ შორის, რომ საბედნიეროდ ევროკავშირის შიგნითაც საღიაზრი არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომელიც მათ შორის მედიის ხრივ გაჟღერდა, აჩვენებს, რომ არის სახელმწიფოები, რომლებიც ხვდებიან, რომ ასეთი სიგიჟეს გაკეთება, რაც ზოგიერთს თავში უტრიალებს, უბრალოდ მიუღებელი არის და შეუძლებელი არის. და მესამე საკითხი, როცა უყვართ ხოლმე და ხშირად ვამბობ, რომ ქართულ ხალხს მივეცით კანდიდატის სტატუსი, ქართულ ხალხს, ეხლა რა ხდება? ქართული ხალხი აღარ აინტერესებთ თუ რა ხდება ეხლა გახდა ხელისუფლება. გვახსოვს კი ბატონო, აი ბრიუსელის აი ამ პოლიტიკურ ლოგიკაზეც რომ ვისაუბროთ, უფრო ვრცლად გვახსოვს, მაგალითად ოპოზიცია ცდილობდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება და ვიზიტები გვინახავს და ანალოგიური მოცემულობა იყო სხვათა შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არწმუნებული ვარ, ესაც ახსოვს ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად და ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდანაც კეთდებოდა განცხადებები, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვა და დაიმსახურა არა ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ქართველმა ხალხმა. აი ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ასეთ პირობებში მაშინ რატომ ართმევენ ქართველ ხალხს, როგორც თავად უწოდებენ, აი ამ პრივილეგიას და ერთგვარ მონაპოვარს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო? იმიტომ სიამოვნებაში ეს არის შანტაჟი ახლა და არა გადაწყვეტილება და მე არ მგონია კიდევ ერთხელ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, თუმცა შანტაჟის ინსტრუმენტი არის. როგორც ჩვენ შარშავ ნახეთ, შანტაჟი
რომელიც ეხებოდა თქვათ გადაწყვეტილებებს, რომ შეჩერდეს რაღაც პროცესები და ასე შემდეგ, კასკადი მთელი გადაწყვეტილებებს, რომელიც არჩევნების წინ ხდებოდა. ეს იყო ასე ვთქვათ ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე, რომ მათი ნების ფორმირებაზე მოეხდინათ ზეგავლენა არჩევნების წინ. Ახლაც არის ზუსტად იგივე პროცესი. ეს აგვისტოს ბოლოს არ არის შემთხვევითი თარიღი. სექტემბერში იქნება ძირითადი ფაზა წინასაარჩევნო პერიოდისა და კამპანიისა და ხედავთ მათ შორის რადიკალების განცხადებას არევასთან დაკავშირებით და დამხობებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი და იგივე სცენარის ნაწილი და ვინაიდან ხედავენ რომ კიდევ ერთხელ არანაირი იდეას, ვერცერთ იდეას რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ თავაზობს და აი ამ იდეების შიმშილში არის ცდილობა გარედან შემოაგდონ თემა, რომელითაც შეიძლება საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ ყალბი დილემებით არჩევნებთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთხელ წინასაარჩევნო პერიოდში, მათ შორის კამპანიის პერიოდშიც კიდევ ერთხელ გააქტიურდებიან ისინი, ვინც თქვენ არაერთხელ თავისთავად ხა უყურეთ ის რომ ზოგიერთ შარშან ბალტიის პირეთის და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და მიტინგი ჩაატარეს. აი ესეთი ევროკავშირის წევრები არიან დღეს იქ შეკრებილი, რომელსაც ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, რომ მიტინგები ატარონ სხვა ქვეყანაში. ასე რომ, რა თქმა უნდა, რა ვიცი, მათ თანამდებობა რო არ უშლით რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას და არც გონიერება რომ ხარს არ უჭერს ხოლმე, ხელს არ უწყობს ხოლმე, ამას ხედავთ, ასე რომ ყველაფერი მოსალოდნელი ერთი და მეორე ადგილზეც ხედავთ ჩვენ რამდენიმე ელჩს, რომელიც შეულებრივად არის ჩართული პოლიტიკაში. ვენის კონვენცია ჩათვალეთ რომ აღარ არსებობს, საერთოდ არის რაღაცა აგითხათ ძალის პოლიტიკით გველაპარაკებიან და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ყველაფერი მოსალოდნელი არის და ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით მე არანაირი ეჭვი არ მეპარება რომ ის პირდაპირ ჩართული იქნება საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩარჩანი იყო. თუმცა აი ამ მოცემულობის ფონზე საინტერესოა ბატონო შალვარას აპირებს ხელისუფლება იმისთვის რომ არ დადგეს თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ომში ჩართვის და ხელისუფლების ცვლილების საკითხი. როგორია თქვენი გეგმები? ჩვენი გეგმა ყოველთვის არის ერთი რამე რომ ვიყოთ პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. აი ეს ორი პრინციპი არის რატომაც ვიმარჯვებთ ყოველ ჯერზე აი ესეთი პერიპეტიების დროს. ერთ მხარეს ან მეორე მხარეს არის სიყალბე, ღირებულებებზე ყალბი საუბარი აბსოლუტურად ევროპის დროშას ამოფარებული მოძალადეები და ზიზღისენის გამავრცელებლები, არამხოლოდ ქართველი რადიკალები, უცხოელი რადიკალებიც და აქეთ მხარეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და კეთილსინდისიერება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ასე რომ ვუდგებით, ამიტომაც არის რომ საბოლოო ჯამში სიმართლე თავის გზას პოულობს ხოლმე. ჩვენ გამოდივართ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან, ასე რომ საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოება რა თქმა უნდა მიიღებს თავის გადაწყვეტილებას მათ შორის ამ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ აი ხა ეს პერიოდი ხო ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია, გაიყო 4 ბარიერ გადალახული პარტია, 2 იღებს მონაწილეობას, 2 არ იღებს მონაწილეობას, ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან. აი სექტემბერში ყველა ნახავს საბოლოო ჯამში, როგორ ერთად დააყენებს საერთო ჯამში დააყენებენ გარედან ძალები მათ საქართველოს წინააღმდეგ და მიიღებენ ბოლოს პასუხს არჩევნებზე და მე გაუკვირდებათ ქართული ხალხი ხმას რატო არ აძლევს მათ რომელიც ქვეყანას ეკაჩებიან. ბატონო შალვა, ვიდრე ოპოზიციას და ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ უფრო გაცილებით ვრცლად, ომში ჩართვის საფრთხე არსად წასულა თქვა პრემიერმა და მეტიც შეიძლება ითქვას რომ დღეს ეს მცდელობა კიდევ უფრო აქტუალურია. გარდა იმისა, რასაც ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს, თუ შეიძლება რა დამატებით კიდევ რა არგუმენტები გაქვთ რომ მოქალაქეები თუნდაც იგივე ნეიტრალურად განწყობილი ამ მომრჩეველი დაარწმუნოთ, რადგან ოპოზიცია ბრალს გდებთ რომ ეს ამ მომრჩევლის დაშინებაზე გათვლილი დეზინფორმაცია და პროპაგანდა. მაგრამ მე მგონი ხელის გულზადებს რაც ხდება ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ხომ ისიც კი ვინც ზედაპირულად აკვირდებოდა მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობას ისინიც კი ალბათ ხედავდნენ რომ თუ კი უწინ იყო ასე რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო უფრო მეტად აგრესიული თავის დამოკიდებულებით გადაწყვეტილებას უფრო
მტკიცედ, სწრაფად იღებდა, არ უშინდებოდა სამხედრო კონფრონტაციას და გადაწყვეტილებებს, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო თავშეკავებული იყვნენ, უფრო ფიქრობდნენ, რომ არ დაეზიანებინათ ეკონომიკა მათივე, მათი მოსახლეობის ინტერესები. დღეს ეს ყველაფერი შეტრიალებული არის. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა და ახალი ადმინისტრაცია არის, დღეს მშვიდობაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები და მილიტარისტული რიტორიკა და ომის რიტორიკა აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აი აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა და პრინციპში ამაში ლოგიკაც ძალიან ადვილად ჩანს. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ deep state იყო ის, ვინც საერთო ჯამში აი სხვადასხვა კუთხეში მსოფლიოში იწვევდა არეულობას, ხელისუფლებების გარედაცვლილებას, სამხედრო კონფლიქტებს და მას სურს დაასრულოს ომები, დაასრულოს deep state და ამით დაასრულოს ომები, ჩვენ ხედავთ ახლა მიგრაციას, ასე ვთქვათ, deep state-ისა ევროპის კონტინენტზე და მის გავლენას საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ეს არის გარკვეული ანტიპოდი, ასე ვთქვათ, იმ იდეებისა, რაც ჩადებული იყო ევროკავშირში თავდაპირველად. ევროკავშირი დღემდე ჯერ კიდევ საბედნიეროდ იყენებენ ტერმინს, რომ ეს არის მშვიდობის პროექტი. და როგორ არის მშვიდობის პროექტი, როდესაც ასე ვთქვათ, ომის რიტორიკა, მილიტარიზაცია, ფრონტის ხაზებზე საუბარი არის ყოველდღიურობა ფაქტობრივად ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატის თუ პოლიტიკოსის და მათ შორის ევროკავშირის შიგნით ხედავთ ჩვენ სახელმწიფოებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამას, რომ ევროკავშირი იქცა ომის რაღაც მწარმოებელ თუ ყოველ შემთხვევაში ომის მხარდამჭერ ორგანიზაციად. ოღონდ თან ეს იმ პირობებში, რომ წინახაზად აცხადებენ უკრაინას, ოღონდ ერთი წვეთი საკუთარი სიზღლის დაღვრა არ უნდათ ევროპის წინახაზე, როგორც თვითონ ეძახიან, უწოდებენ უკრაინას. ასე რომ ეს საფრთხე ზუსტად აქედან არის წარმოშობილი და ხედავთ ჩვენ რაც ხდება, როგორ ერთ წამში შეიძლება აფეთქდეს ჩვენს რეგიონში ვითარება, სულ ახლახან, აი ზუსტად ის ხალხი, რომელიც არაფერს არ იჯერებს ამ დედამიწის ზურგზე და არიან ჩვეულებრივი სასარგებლო იდიოტები deep state-ის პროპაგანდისა, სულ ახლახან თავად დაატარებდნენ ბოლოს იმ სკრინს, ასე ვთქვათ, ფოტოს, სადაც ჩანდა ფრენების გადამისამართება, როგორ მოხდა ისრაელს და ირანს შორის კონფლიქტის წარმოშობასთან ერთად, როგორ დაცარიელდა, ასე ვთქვათ, ჩვენგან სამხრეთი ტერიტორია ფრენებისგან, ჩრდილოეთი ისედაც ეს მარშრუტები აღარ გამოიყენება და ყველა ეს მარშრუტი გამისამართდა საქართველოს, აზერბაიჯანი, სამხრეთ კავკასიის მოკლედ ტერიტორიაზე. აი მშვიდობის ღირებულება რაში არის? ხო დაინახა ყველამ და ომის ფასი რა არის? ესეც ხომ დაინახა ყველამ, როდესაც მინიმუმ ამ რუკას დახედა. ასე რომ ეს არის დღეს მცდელობა, რომ ცეცხლის რკალი შემოარტყან რუსეთს და ამაში იყენებენ ყველანაირ ინსტრუმენტს და საქართველოს ამისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის, ვინაიდან გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო საზღვარი, იმით რომ არის ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიებზე, არის ფაქტობრივად უშუალო შეხების ხაზზე ვიმყოფებით, ასე რომ აქ აფეთქებას არ ჭირდება 5 წუთი, რომ ააფეთქონ სიტუაცია საქართველოში, როგორც კი მათთვის საჭირო ხელისუფლება იქნება საქართველოს სათავეში. ხო ვიცით, თავისი პირით ხო თქვეს რადიკალურმა ოპოზიციამ რას გააკეთებდნენ ისინი, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში ქართული ოცნების ნაცვლად. 2022 დღესაც რას გააკეთებდნენ? დააწესებდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რას მიიღებდნენ? მიიღებდნენ ეკონომიკურ დარტყმას რუსეთისგან. ისინი დააწესებდნენ პოლიტიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, აქ რუსების მიმართ ეთნიკურად რუსების მიმართ ეკნებოდა ტყიჟინა, რაც ნახეთ ჩვენ მაშინ რითი დასრულდა, რომ ქვა ესროლეს ერთ-ერთ რუსი გარეგნობის ადამიანს ჭავჭავაძის გამზირზე, იმიტომ რომ აი ესეთი ისტერია შექმნეს რაღაც რუსის და რუსეთის და რუსი ადამიანის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ბოლო ეტაპი ეს იქნებოდა ის, რომ იქნებოდა სამხედრო ამონწურა საბოლოო ჯამში, რომელიც ვიცით როგორ განვითარდებოდა. კურსკი არის მაგალითი მეორე ფრონტისა, თავისი მასშტაბებით ზუსტად ეს იქნებოდა საქართველოში,
ჩახედოს ყველა მრიცხვებს, დაახლოებით 10,000 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობდა ოპერაციაში, დაახლოებით 60,000 რუსი სამხედრო იყო ჩართული ამ კურსკის, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე ბრძოლებში. ჩახედონ 2008 წლის რიცხვებს. ზუსტად იგივე იყო საქართველოში. ასე რომ თავის დროზე რომ არ გამოვიდათ მეორე ფრონტი საქართველოში, მეორე ფრონტი შემდეგ გაიხსნა კურსკში. ასე რომ თუ ვინმეს აინტერესებს, ვინმე სჭირდებოდა თუ არა მეორე ფრონტი, მოусმინოს პრეზიდენტ ზელენსკის როგორ ასაბუთებს კურსკის საჭიროებას მეორე ფრონტისა და დღემდე როგორ ამართლებს ამ ასე ვთქვათ ოპერაციას, იმიტომ რომ დააკავეს იმ ტერიტორიაზე რუსეთის არმია. ზუსტად ამისთვის ეს ფუნქცია და ეს ამოცანა შეძინეს მაშინ საქართველოს როგორც ტერიტორიას, თორე ის ხალხი, ვინც აქ გვიგეგმავდა მეორე ფრონტს, იმასაც ქართველი ხალხი აინტერესებს. არც საქართველოს ისტორია, არც ჩვენი ოჯახური ღირებულებები აინტერესებს და არც ჩვენი გამჭვირვალობა აინტერესებს. აინტერესებს ტერიტორია, რომელიც გამოსაყენებელი არის რუსეთის მიმართ მაგათ მათი პოლიტიკის განსახორციელება. ჩვეულებრივი იარაღი უნდა ყოფილიყავით მეორე ფრონტის სახით. ბატონო შალო, ვიდრე გკითხავთ თუ ვიზიტებს ევროპული ბიუროკრატია პოლიტიკურ ფსონს, მანამდე როდესაც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე არის საუბარი, მაინტერესებს თუ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში გასაჯაროვდეს, რადგან პრემიერმა სწრაფ თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა, მოსული იყო კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც ომში ჩართვა პირდაპირ მოგთხოვა. ჩვენ ასევე გვახსოვს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების აწყვეტ ელჩთან, რასაც თავადაც მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, უფრო მეტი რომ გვითხრათ კელი დეგნას გულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად და აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ვერ იტყვის თუ ვინ ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ომში ჩართვას, რადგან ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას იცავს, როდესაც ყველა დეტალს არ ასაჯაროებს. რა შეიძლება დამატებით რომ თქვათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? მე მგონი სათქმელი რაც იყო, ანუ საჯარო თქმა რის შეიძლება ის ითქვა კიდევაც, მინიშნება რაზეც შეიძლება გაკეთებულიყო და მე მგონი ვისაც განსჯა შეუძლია მიხვდება კიდევაც რაზე ან ვიზე იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში, მაგრამ ამის მიღმაც რაც საჯაროდ უკვე ითქვა, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულება იმისა თუ როგორ ითრევდნენ საქართველოს ესკალაციაში რუსეთთან. აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ხომ? როდესაც გეუბნებიან, რომ საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური რეისით გამოუშვი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. და არც ერთ სხვა ქვეყანას ეს არ მოუწოდეს. არის თუ არა ეს ესკალაციაში შეყვანა რუსეთთან? არის. როდესაც გეუბნებიან, რომ დააწესეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არის თუ არა ესკალაციაში შეყვანა? არის. როდესაც გეუბნებიან, ჩაკეტეს საზღვარი, აქ მყოფი რუსი მოქალაქეები გაყარე რუსეთში უკან და რუსი ეროვნების ადამიანებზე ალქაჯებივით ნადირობა მიდის, ასე ვთქვათ და ლოყებზე ხოკვარო, აბა რუსული საუბარი ისმის და ესენი არიან აქ ჩანერგილი დივერსანტები, გახსოვთ კატის ნახატებს რო ეძახდნენ ნიშნებს, რომელიც რაკეტები უნდა მოხვედრო და სხვა შორის ის ხალხი დღეს პოლიტიკაში არიან და ლიდერები არიან, აი ეს ყველაფერი იყო ესკალაციისკენ ბიძგება საქართველოს ბიძგება ესკალაციაში, რომელიც ბოლოს რა თქმა უნდა არის ომი. აბა ჩვენი ომები რანაირად იწყებოდა? სულ ასეთი ესკალაციებით იწყებოდა, იწყება ნებისმიერი ომი. ასე რომ რა თქმა უნდა ეს მცდელობები იყო და რა თქმა უნდა ეს მცდელობები არსად არ წასულა მანამ, სადამ თავარი საკითხი არ გადაწყვეტილა ევროპის შუაგულში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ხედავთ ჩვენ რომ მოლოდინი იმის რომ იქნებს სწრაფად დასრულებული იყო ეს ომი სამწუხაროდ ჯერჯერობით იწელება, ეს მოლოდინი არ სრულდება, ამიტომაც არის რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა შეიცვლება კონტექსტი, რომელიც ჩვენ ამოსუთქვის შესაძლებლობას მიგცეს, მაგრამ ამ ომის პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოს იარაღად გამოყენების სურვილი კვლავ არის. გაიხსენეთ საჯარო განცხადებები, აი მორალისტები რო არიან, ლატვიის პრეზიდენტი როგორ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას, მოხალისეების გაგზავნას როგორ მოგვიწოდებდნენ, იარაღის გაგზავნას როგორ მოგვიწოდებდნენ, ნუ იარაღის აქეთ კიდე შემოტანას რო აპირებდა ზოგიერთი სხვა საკითხია კიდე, ასე რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, სხვა ასე ვთქვათ, პრივატული საუბრების მიღმა, რაც არის ცნობილი, ეს უკვე საკმარისი არის იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ თუ რა საფრთხის წინაშე ვიდექით და რა საფრთხის წინაშე
ბატონო შალვა, როგორ ფიქრობთ ამ გადასახედიდან ვიზედებს ფსონს ევროპული ბიუროკრატია, პოლიტიკურ ფსონს ცხადია, დავუშვათ რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა და ცვლილება, როგორც ამას მართველი გუნდი ამბობს, ვის შეიძლება იყოს და ვის ხედავთ მათ პოლიტიკურ საყრდენად ოპოზიციაში ერთის მხრივ და ამავდროულად კითხავთ აქვე, რისთვის ემზადება ოპოზიცია, როგორ ფიქრობთ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ხშირად და მუდმივად გვესმის მოწოდებები რევოლუციისკენ, რომ მაგალითად 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი დამხობა. არავის ფსონს არ დევს სინამდვილეში, ხედავენ რომ ასე ვთქვათ ამ კონტინგენტით, ასე ვთქვათ, რომელიც მათ რადიკალურ ოპოზიციის NGO-ების სახით ყავთ, წარმატების შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომაც არიან თავად ჩართულები. აბა რა ძალიან უხარია, ეხლა, როდესაც დიპლომატი ვენის კონვენციას არღვევს, ეხლა არ მგონია ეს მისთვის გასახარი იყოს, მით უმეტეს იმ დიპლომატისთვის, რომელსაც კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს. გერმანიის ელჩისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ პენსიაზე გადის, მას დასაკარგი არაფერი არ აქვს, მიდის პენსიაზე და თავის საქმეს აკეთებს თვითონ როგორც უნდა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი სხვა ელჩები, რომელიც აქედან შეიძლება სხვა მისიაში წავიდნენ, მათ ხო ეს შლეიფად გაყვებათ, რომ ქვეყანაში არჩევნებში ერეოდნენ. ეხლა, როდესაც შემდეგი პოზიცია იქნება რომელიმე ქვეყანაში, რომელსაც ბატონი ჰერჩინსკი მოისურვებს რომ დაიკავოს, იმ ქვეყნის ხელისუფლება ხომ ჩახედავს რა ხდება მისი პროფილი რა არის და ხომ ნახავს ბრალდებებს მის არჩევნებში მის ჩარევასთან დაკავშირებით და ვინ მოინდომებს რომ იმ ქვეყანაში შემდეგ ელჩად იყოს წარმოდგენილი. ამიტომაც ამ ნაბიჯზეც კი მიდიან საკუთარი პროფესიული ასე ვთქვათ, ეთიკის დარღვევისკენაც კი მიდიან, იმიტომ რომ შესაძლებელი საქმე არის. კიდევ ერთხელ ჩვენ ეს კასკადი ხომ ნახეთ, აქ ეს წიფდებოდა. იყო თავიდან რადიკალური ოპოზიციის მცდელობა ხელისუფლების შეცვლის არადემოკრატიული გზით, რევოლუციების მცდელობა 2020 წელს არ გამოუვიდათ. შემდეგ ნახეთ 2021 წელს ნახეთ მედიების რევოლუცია რომ იყო პარლამენტის წინ რო ქონდათ და ეგრეთ წოდებული მედია მენეჯერები რო პოლიტიკოსები გახდნენ. შემდეგ ნახეთ 2022 წლის ივნისში NGO-ები რო დააყენეს სცენაზე და მაშინაც არ გამოვიდა ხელისუფლების არადემოკრატიული ცვლილება და ბოლოს მივედით 2024 წლამდე, როდესაც პირდაპირ ელჩები, უცხოური პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთვნენ საარჩევნო პერიპეტიებში ფაქტობრივად დაუპირისპირდა საქართველოს, რა ვიცი მე, ამხელა ძალა და ქართველ ხალხს მხოლოდ ის ისტორიული გამოცდილება და მისი წარსულმა გააძლიერა ალბათ, რომ აი ამ ასე დაპირისპირებაში, უხეშ ჩარევაში, როდესაც ჩვეულებრივად გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებს აფასებდა, მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ვინ ეკითხება ელჩს, რომელიმე ქვეყნის ელჩი წარმოგიდგენია სხვა ქვეყნის საარჩევნო ბანერების კომენტირებას აკეთებდნენ და ამიტომაც ჩაერიენ აწონა საზოგადოებამ, შეაფასა და ჩათვალა რომ მათი ფასი ნულია და ამიტომაც დამარცხდნენ 2024 წლის არჩევნებში. ბატონო შალვა, რადგან ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, მე შეიძლება საინტერესო არის დღეს გასაჯაროებული დეტალები იმის თაობაზე, თუ რა უჯდება ნაციონალურ მოძრაობას, ლობიზმი და როგორც თქვენ განაცხადეთ, დაწერეთ უბრალოდ რა ღირს ქართველი ხალხის სიყვარული. რას გეუბნებათ ფარას დოკუმენტები? გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო ვილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკებდა, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა, ასე რომ ეს გავიგეთ საბოლოო ჯამში. მთელი ირონია იმაში ამას ხო ამბობდით, ახლა ისე არ გამოვიდეთ ხო თქვით ხო რა. ხო ამბობდით, რომ გავა დრო და ფარა ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, ფარამ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს. ეს ვაიბდი ესეთ რაღაცეებს საქართველოში გავიგე. სხვათა შორის ევროკავშირშიც განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისა, ეს სისტემა არ არის აწყობილი, იქაც გამჭვირვალეა, თორე შეგახსენებთ, რომ ფარადან გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების არათუ კონსულტაცია დაწერილი იყო, მათი ტექსტი იყო, მათ დაწერეს და ევროპარლამენტს მიაღებინეს ამერიკელმა ლობისტებმა. მე ხა აქ რა ფული ტრიალებს
ამას ხანდახან ვიგებთ ხოლმე სხვადასხვა ხან კატარგეითებით და ასე გეითებით ევროპარლამენტში იმდენი კორუფციული სკანდალი გასკდა და ხან ვის უპოვეს ოქროს ზოდები და ხან ვის უპოვეს ევროები სახლში ნახეთ საბოლოო ჯამში რომ კორუფციის რა დონე არის მათ შორის ევროპარლამენტში და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში შეგახსენებთ რომ მათ შორის იუსტიციის კომისარი წინა ისა ფინანსებული ენჯოების დაფინანსების საკითხიც გახდა სულ ცოტა ხნის წინ სხვათა შორის. თავისთავად ესეც ამას მალავენ საბოლოო ჯამში. აღმოჩნდა რომ ის ენჯოები რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციას, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონმდებლობას, ეს ყველა ფინანსდება ევროკავშირისგან და აქვე ერთს გეტყვით, აი როგორ ეწყობა ასე ვთქვათ ეს ყველაფერი და როგორ ამუშავებენ ენჯოებს. ანუ იყო წერილი ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ ეს შანტაჟი ევროკავშირის ელჩის განცხადება და 2 დღეც არ არის გასული და საერთაშორისო გამჭვირვალობამ უკვე გამოაცხო ვიდეო დამაშინებელი ვიდეო რა უბედურებები მოხდება თუ კი სავიზო რეჟიმის შემოიღოს. ანუ ჩვეულებრივად ევროკავშირის საელჩო ანუ ერთის მხრივ იწყებს შანტაჟ თემით და შემდეგ ფულს აძლევს NGO-ებს ამ პროპაგანდის საწარმოებლად თუ რა კოშმარი არის ევროკავშირის ბიუროკრატი რომ ვიზა თუ დაგჭირდება დაგტანჯავს დაგამცირებს სიცივეში დაგაყენებს არაადამიანად მოგექცევა ევროპელი ბიუროკრატი იმისთვის რომ ვიზა მოგცეს ფაქტობრივად რასაც ეხა ევროკავშირი აკეთებს აბსურდია საკუთარი თავით გვაშინებს რომ ევროკავშირი იმდენად ცუდია რომ ერთი რომ დაგვიჯის იმის გამო რომ არავიჩიეთ ის პარტია ქართულმა ხალხმა რომელიც მის ელჩს რომელზეც მისი ელჩი მიგვითედება და მეორე ვიზას გაცემა თუ იქნება საჭირო დაგტანჯავს გვაწამებს არაედამიანად მოგვეწვა იმისი უნარიც არ აქვს რომ საქართველოს იუსტიციის სახლის მაგვარი სერვისი მისცენ მოქალაქეებს იმდენად განუვითარებელი გამოდის ამ შემთხვევაში ევროპული სერვისი. დაახლოებით 3 წუთი მრჩება და აუცილებლად უნდა მოვასწრო კიდევ ერთი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება რუსული კონსპირაციით ალქაჯების დევნა. დადასტურდა რომ სინამდვილეში არანაირი ნაცური თუ ენჯოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს, ისინი მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან წერთ თქვენ სოციალურ ქსელში. აი ასეთ ვითარებაში რით უნდა დაიცვას თავი ერთის მხრივ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ, რაც მთავარია და როგორ უნდა დაიცვას ხალხი აი ამ ტიპის გავლენებისგან, როგორ ფიქრობთ? ფიქრობ, რომ დაზვერვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა მოქცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ deep state-ის პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი. აი ვინც კი ახსენებს რუსული, პრორუსული, არარუსული, აი ეს არის ტესტი. როგორც კი მოსახლეობა, როგორც კი ამ სიტყვას გაიგებთ, იქვე ეჭვი აიღეთ, რომ ეს ადამიანი არის ან deep state-ის პროპაგანდის აგენტი, ან სასარგებლო იდიოტი, რომელიც აი ამ პროპაგანდას ავრცელებს და ერთი მაგალითი დღესაც მოგიყვანეთ, როდესაც ეკლესიაზე მიიტანა შეტევა ერთ-ერთმა NGO-მ და ყველას გავახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის ინტერვიუში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს არჩევნების შემდეგ როგორ ამბობდა რომ ტრამპის არჩევნები ზუსტად აი ამ ნარატივს რაც დღეს ამხილა ამერიკის შეერთებულ შტატებმა რომ 2016 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა რუსეთის ჩარევით რო გკითხეს რომ მტკიცებულებები და საქართველოში შესაბამისად მტკიცებულებები რო გკითხა ჟურნალისტმა თქვა რომ მტკიცებულებები საიდან უნდა მქონდეს ეს ხო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია აი ასე არის მარტივი ტესტი როგორც კი გაიგებთ რუსული, პრორუსული, არარუსული ასე შემდეგ ჩათვალეთ რომ ეს არის 100%-იანი გარანტიით ან არიან სასარგებლო იდიოტები deep state-ის პროპაგანდის ან პირდაპირ deep state-ის დაქირავებული პროპაგანდისტები როგორც ეს ბევრი NGO ამას ამხელს კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნების შეფასების თაობაზე ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რა თქმა უნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადაიტვირთება. პრემიერმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გადაყენება ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია, მზად ვართ სუფთა ფურცლიდან განვახლოთ სტრატეგიული ურთიერთობა. რა შესაძლებლობები არის და რა შესაძლებლობებისთვის არის გაჩენილი სივრცე იმისთვის, რომ მართლაც გადაიტვირთოს ურთიერთობა? ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა აგრემანი მისცა ჩვენს წარდგენილ ქალბატონ თამარ ტალიაშვილს ეს უკვე არის ნიშანი იმისა და პოზიტიური ნიშანი რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის უნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ
ამითი შესაძლებლობა იქნება რომ მოხდეს გადატვირთვა ამ ურთიერთობების და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დღეს ყავს ერთი მტერი deep state-ი ვიცით deep state-ის ანატომიაც ვიცით მისი მეთოდებიც ვიცით მისი მიზნებიც ეს არის ორივე ქვეყნის საერთო მტერი ეხლა ჩვენ ხელში არის რომ ეს მტერი დავამარცხოთ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის